დღეს რამოდენიმე მაიამის კონდომინიუმს, ანუ ბინას დავათვალიერებთ. მე და სალომე. ეს საყვარელი საჭმლის მიმტანი რობოტები როგორ მოგწონთ. ეხლა შესასვლელთან მდგევარ ზუსტად. აი ასეთი მაღლივი შენობა, როგორც ყველაფერი დანარჩენი. გარემოცვა ასეთია. აი ასე, სალომე, როგორ ხარ? ხარ დაიღალე? არა. ცხელა ხო? ძალიან საინტერესოა. გეუბნება use the other door და ვერ ხვდები რომელი. ნუ, შემოვედით, ესეთი ლამაზი შემოსასვლელია, ყველაფერი კარგია. აი. Beautiful. Oh, I love it. I love it. So this is yeah, it's a nice unit. It's very desirable, two-story ones. Yes. And it's floor through. You're opening here, and upstairs you have opening to the other side. So I'll just walk around if you don't mind. 2 levels. Beautiful. ორი სივრცე. ამოდის ზემოთ. აქ საძინებელი ოთახი. გაშლილი სივრცეები, აი ეს მომეწონა ყველაზე ძალიან რომ ორი სივრცეა. ნუ ეხლა აბაზანა დიდი არაფერი. ცოტა უფრო ჯიგრულად შეიძლებოდა გაკეთება და მდიდრულად, მაგრამ სივრცეებია მთავარი და ენერგია. გამოდიხართ აქეთა ოთახში, როგორ მოგწონს? ხედები. აი ეს არის რაც ფასობს. აი ეს არის ყველაფერი შემოკარგება. რა მაგარია, რა სიყვარულია. სალე მოგწონს? აქედან ოკეანეც მოჩანს ყურე. I love it. ძალიან მომწონს. მეორე საძინებელი ოთახი. ამას რა სჯობია რომ ყოველდღე აქ გაიღვიძოს ადამიანმა. შვენიერია. აბაზანები არ მომწონს, მაგრამ შეიძლება ცხოვრება. რას ფიქრობ, სალომე? Could you imagine yourself? ჩამოვდივართ ქვემოთ. ეხლა ახალგაზრდა ადამიანისთვის ეს ბრწყინვალეა, ხანში შესული ადამიანისთვის არც ისე. ეს მეორე მხარეს გამოვედით. აქედან გადაიშალა ჩვენს თვალწინ მაიამი. შეიძლება ყველაფერი, ეს როა შეიძლება ცოტა დაგიფარავთ ისე, ნაკლები ზღვა გამოჩნდება. აქ ვიღაც როგორ ტელეფონზე საუბრობს, პირდაპირ ვიღაცებს უყურებთ და ისინი თქვენ გიყურებენ, არა უშავს. მაგრამ ეს არის ქალაქში, როდესაც ცხოვრობ, ზუსტად ამიტომ გინდათ ქალაქში ცხოვრება, რომ ახლოს იყოთ ცხოვრებასთან და იქ იყოთ, სადაც ჭქებს. სადაც ცხოვრება ჭქებს. ზუსტად ამიტომ გინდათ იყოთ იქ. მე მომწონს, აი ზუსტად ამიტომ მინდა რომ ვიცხოვრო აქ დავიღალე სოფლით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თავიდან ვიწყებ სიცოცხლეს. შვენიერია. აი ასეთი ბინაა. ფოიე ამ შენობაში შემოსასვლელი. ნუ აქ ყველაფერია, ახლა რესტორანი, რამოდენიმე რესტორანი, აუზი, სპორტული დარბაზი, ნუ რაც საჭიროა რა. მაგრამ თვიური გადასახდელი არის $1800. ახლა საქართველოში რომ არის ხოცით დოლარს რომ იხდიან და $2 კვადრატულ მეტრზე. აქ $1800 თელს ბინას. ბინა არის 102 კვადრატული მეტრი. მაგრამ აივნები ძალიან მომეწონა. ახლა ჩვენ ვის თანახმად მივდივართ, იცი? შენობის სხვადასხვა amenities, ქართულად არც კი ვიცი. აუზი, ოფისები, მოსასვენებელი სივრცეები. რა ვიცი კიდე. და ძაღლი.
53 სართულზე ავდივართ ახლა. აუზები რომ არის 53-ზე და 57-ე და რა ვიცი რომელიღაც სართულებზე და რო წამოწვება ადამიანი აი ესეთ უმაღლეს სართულზე და ზემოდან რომ გადმოწქერი ქვეყნიერებას და კიდევ ვიღაც შენზე მაღლა რომ არის და ის რომ გადმოგწქერის ზემოდან რა საინტერესოა რა სიცოცხლე და ქვეყანა და მე ყველაფერი რომ შედარებაშია ამ ქვეყანაზე და რომ გადმოხედავ ამ ქვეყანას და რო ხვდები რომ რამდენი სიმდიდრეა სამყაროში და რამდენი სილამაზე და რა უსაზღუროა ადამიანის განვითარება კაცობრიობა არის ესეთი სიტყვა საერთოდ კაცობრიობა არ არის ესეთი სიტყვა ნუ მოკლედ ცოტა ფილოსოფია მწამძლია სალომე რა ლამაზი ხარ შვილო მოგწონს ხო მაგარია აი რა ლამაზია რა სალომე აი მომწონს ეს შენობა ძალიან ლამაზი შენობა შენ როგორ მოგწონს ჯერჯერობით ეს ყველაზე კაი შენობაა ხო მეც ესე ვფიქრობ I love this best და ლოკაციაც ანუ ადგილმდებარეობაც ყველაზე მაგარია აქ ეს მომწონს ყველაზე ძალიან ხო შეიძლება ადამიანი ამოხვიდე ყოველ დღე და უბრალოდ აქ დაჯდე და იმუშაო აქ და არაფერზე აღარ იფიქრე საერთოდ რო დაიღლება ადამიანი მოვა აქ მოისვენებს ადამიანი წიგნს წაიკითხავ შენ გაქვს კიდევ თამარ ბაქრაძეს წიგნი სად არის დაბა მე ჩანთაშია ხო აი აქ დაჯდება ადამიანი წაიკითხავს თამარ ბაქრაძის წიგნს რა ქვია იმ წიგნს დამოკიდებულების კალეიდოსკოპი ხო Kaleidoscope of Addiction. ხო, აი ესე წაიკითხავს თამარ ბაქრაძის წიგნს. დიახ. მაგარი ადგილია ამ წიგნის დასაკითხად.